სიტყვა ეძლევა მომხსენებელს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. გთხოვთ ბატონო ირაკლი. შეგახსენებთ ჩვენ საკითხს ვიხილავთ პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით მომხსენებელი შეკითხვები, შემდგომ გამოსვლები, კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა და ასე შემდეგ. გისმენთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით პატრიოტიზმულ პარლამენტის თავმჯდომარე, მოგესალმებით პატრიოტიზმულ დეპუტატებო. ბატონებო, დღეს მე მაქვს პატივი წარვსე თქვენ წინაშე მას შემდეგ რაც ჩაიარა ევროკავშირთან ავსტრიების ხელშეკრულების ხელმოწერით გამოწვეულმა საყოველთაო სადღესასწავლო განწყობამ და ახლა უკვე გადავდივართ იმ ეტაპზე, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სასწრაფო და გადაუდებელ შესრულებას აჭიროებს. მე როგორც მთავრობის მეთაურს კარგად მაქვს გაცნობიერებული ის უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც ახლა ჩემს გუნდს, ჩვენს მთავრობას ეკისრება ქვეყნის წინაშე. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში და წელს უკვე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, კოალიცია ქართულ ოცნებას და ეს არის უდიდესი ნდობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოგვიცხადა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას და დღეს გვეძლევა უნიკალური შანსი უკვე ჩვენი საქმიანობით, მთავრობის წარმატებულ მუშაობით და ქვეყნის საბოლოო ევროპეიზაციით და ქვეყნის საბოლოო მოდერნიზაციით ახალი თავი ჩავწეროთ საქართველოს ისტორიაში. ჩვენ გვესმის ამ ეპოქის ისტორიული მნიშვნელობა და მისი თამდევი პასუხისმგებლობა. და ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას, ვინც ამ დარბაზში ვსხედავთ. და მათაც, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს, მთელ საზოგადოებას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიის შექმნაში. დღეს მინდა ამ ტრიბუნიდან მოგიწოდოთ ყველას, მეგობრებო, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, ეს ისტორიული შანსი და ყველამ ერთად ჩვენი ცოდნა, ჩვენი გამოცდილება და შრომა ჩვენი სამშობლოს წინსვლას და აყვავებას ნამდვილ ევროპულ ქვეყანად ქცევას მოვახმაროთ. დღეს საქართველოს განვითარების თვისებრივად ახალ ფაზაში შედის და დადგა დრო, როცა ყველამ უნდა მოვიფიქროთ ჩვენ სახელმწიფოზე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და მის მომავალზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენი სამშობლოს ინტერესებს მის მომავალს წინ არ უნდა დაუდგეს არაფერი. ჩვენ უნდა დავიწყოთ რთული წლების იარების მოშუშება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე აპირებს თვალი დახუჭოს, დანაშაულზე ან უარი თქვას ყველა იმ საქმის გამოძიებას, რომელთაც ზიანი მიადგა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც შეიძლება იმის ეჭვს იწვევდეს, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურ ნიშით ხდება, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. სწორედ ამიტომ ჩვენი ხელისუფლების კეთილინებით საქართველოში მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული, პროფესიულ წრეებში საყოველთაო ცნობილი და მსგავსი გახმაურებული საქმეების გამოძიების მონაწილე სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტები. ისინი მოვიწვიეთ იმისათვის, რომ დახმარება გაუწიონ ჩვენს ქართულ პროკურორებს, რათა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდეს გამოძიება. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებაც. და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მონაწილეობა გაზრდის პროცესის სანდოობას და გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივახცევთ იმას, რომ ხალხი ენდობოდეს გამოძიებას და ყველაფერი ჩატარდეს გამჭვირვალედ. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი და თუ გნებავთ პოლიტიკური ნებაც. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობა იქნება მტკიცე თავის გადაწყვეტილებებში და ამავე დროს სამართლიანი, კანონიერი და ჰუმანური. ბატონებო, ახალი რეალობა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები გახდა სწორედ იმ სამთავრობო სრულების მიზეზი, რომელიც მე განვახორციელე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის განახლებული გუნდი
წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავრობის განახლებულ პროგრამა, ახალი გეგმები და ხედვა უკვე იმ პირობებში, როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. პირველ რიგში მე რაც გამოცდილებამ დამნახე, ეს არის სწორი და დროული გაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, რომლის გარეშე წარმოუდგენია დღევანდელ გამოწვევებთან გამკლავება. დღეს უკვე სასუკუნო მნიშვნელოვანია ინიციატივების გამოჩენა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სწრაფი გაწყვეტილების მიღება. ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა შეეძლოს მინისტრს, ის უნდა იყოს გუნდის წევრი, რომელსაც სწორი პოლიტიკური ხედვა აქვს და ამავე დროს არის კარგი მენეჯერი. ეს არის თანამედროვე მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დღევანდელი ლიდერი და სწორედ ამიტომ ახალი მინისტრების შერჩევისას მე გავითვალისწინე ეს რეალობა და შევარჩიე ისეთ კანდიდატები, რომლებიც სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებით გაუძღვებიან იმ დარგებს, რომლებსაც მათ ვაბარებთ. პატივისცემულ დეპუტატებო, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი განახლებადი პროგრამა ძლიერი დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის, რომელსაც განახლებული გუნდით ახალი ენერგიით შევასრულებთ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში. ეს პროგრამა ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების გეგმა, ეს არის სამოქმედო გეგმა, ჩვენი ქვეყნის მომავალი საკითხი კი ერთნაირად გვეხება ყველას. თითოეულ ჩვენგანს. პროგრამა რა თქმა უნდა ეფუძნება ძირითად პრინციპებს, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გაცხადებული ჰქონდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო და არის ქართული ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენი პროგრამა ეყრდნობა საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო პატივსცემას. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს. მოქალაქეთა ჩართულობა სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვისა და რეალიზაციის პროცესის უმთავრესი საფუძველი იქნება. ამ უაღრესად მნიშვნელოვან პერიოდში მთავრობის უსულო პრიორიტეტი რჩება ძლიერი, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებლობა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დემოკრატიულ რეფორმებს მიეღოს შეუქცევადი ხასიათი. და პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა, სახელმწიფო ორგანოები დაბალანსებულად მუშაობენ. დაიწყო რეალური თვითმმართველობის მშენებლობის პროცესი. რაც შეიძლება ითქვას სრულად ახალია საქართველოსთვის. მართლმსაჯულების სფეროში გავრცელდება ფუნდამენტური რეფორმა. რეალობად იქცა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობა ქვეყანაში. უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება. დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. ჩვენს ქვეყანაში დაიწყო და გრძელდება ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებას დაფუძნებული ინსტიტუტების განვითარება და გამტკიცება. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესი შეუქცევადი გახდა. მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა უკვე სახელმწიფო. დაცული აბსოლუტურად ყველა მოქალაქე. დაიწყო პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლო და სამართალდაცვის სისტემების მშენებლობა და მათი გამტკიცება. პოლიცია და ჯარი გათავისუფლებულია პოლიტიკური წნეხისგან და ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. პოლიციის ძირითადი მიზანია მოქალაქეთა უფლებების და უსაფრთხოების დაცვა. ერთ-ერთი პრიორიტეტია პოლიციას და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმო პოლიციის საქმიანობაში ადამიანის უფლებების პატივისცემას. განმარტების, პროპორციულობის, თანასწორობის და ნეიტრალურობის პრინციპების დაცვას. გაიზრდება საზოგადოების წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობები. ბატონებო, 1 სექტემბრიდან ქვეყანა ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზე გადადის. ჩვენ ვიწყებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ამ ვალდებულების შესრულება საქართველოს მთავრობის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ასოცირების შეთანხმების განხორციელება ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების მთელ სპექტრს შეეხება. შესაბამისად, ფართომასშტაბიანი რეფორმები მოემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის გამტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მედგამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოების და რეგიონული თანამშრომლობის გამტკიცებას. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსა და ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის ჩამოყალიბების უზრუნველყოფას. უნდა აღნიშნო, რომ შეთანხმება სრულად თანხვდება მთავრობის
სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხედვას. ეს რეფორმები საბოლოოდ უზრუნველყოფს ქვეყნის ევროპული ტიპის დემოკრატიად ჩამოყალიბებას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და გამომდინარე იგი გეგმება ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ჰარმონიზაცია. ახლა ძალიან მოკლედ შევეხებით ცალკეულ სფეროებს. მინდა დავიწყო ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკით. საგარეო პოლიტიკური კუთხით ჩვენი მთავარი ამოცანებია ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიულობის აღდგენა. მათ შორის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება. ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება. მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობების განმტკიცება. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთსასარგებლო პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავება. ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა ქვეყნის გამწნიანების პროცესზე. ამისთვის ხორციელდება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან სამშვიდობო ინიციატივები. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. მთავრობა გააგრძელებს ნატოს-თან თანამშრომლობას ინტეგრაციის გაღრმავებისა და ამ ორგანიზაციაში საბოლოო გაწევრიანების მიზნით. ნატოში საქართველოს გაწევრიანება არის ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცების გარანტია. რაც თავის მხრივ ხელშეუწყობს ქვეყნის მდგრად და დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ აღმავლობას და კეთილდღეობას. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლება, რაც მიიღწევა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პირობებში. სადაც ყველა მოქალაქე სარგებლობს ეკონომიკური ზრდით, მოტანილ სიკეთით და ამავე დროს უზრუნველყოფილია მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ღირებულებებს. ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულები იქნება სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, მეწარმეობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რათა გაიზარდოს ამ უკანასკნელის როლი და წილი ეკონომიკაში. კერძო სექტორისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების გზით. საქართველოს ეკონომიკის რეგიონალური და გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლება ქვეყნის შედარებითი უპირატესობის გონივრული გამოყენების გზით. საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება. საქართველოს მთავრობის მიზანია ყველა მეზობელ და რეგიონის ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან, სტაბილური სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რაც ხელშეუწყობს საექსპორტო და საინვესტიციო ნაკადების ზრდას. ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკის და პროგრამების, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება. მიზნად ისახავს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უფრო მეტად არის დაცული ჯანდაცვის გამო კატასტროფული დანახარჯების და გაღარბების რისკებისაგან. შემდგომი ნაბიჯები იგეგმება და იდგმება ხარისხიანი სამედიცინო მოსახურების და სამკურნალო-წამლო საშუალებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად ყურადღება განახვილდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის და პროგრამების შემუშავებაზე, მათ გაუმჯობესებაზე. ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა გადამდები, ინფექციური დაავადების კონტროლი, ნარკომანია და ფსიქიკური ჯანმრთელობა, სისხლის და ორგანოთა დონაცია, თამბაქოს კონტროლი და რეგულაციები ჯანდაცვის სერვისის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ბატონებო, ჩვენი მთავრობა გააგრძელებს მუშაობას უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაზე. მოქალაქეებისთვის შექმნის კეთილდღეობის პირობებს და სახელმწიფო გააგრძელებს კერძო საკუთრების და შრომითი უფლებების დაცვის გაძლიერებას. უზრუნველყოფს სოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის სრულ ინტეგრირებას. შრომის უნარო მოქალაქეებისთვის გააგრძელებს ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფას. შემცირდება მოსახლეობის სიღარიბით და ხანდაზმულობით გამოწვეული სოციალური რისკები. ხელი შეეწყობა
შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპები. ძლიერი ადგილობრივი მმართველობა, დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია. მისი დანიშნულება მართოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი ჩართულობით. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ქმედითი ხელშეწყობა. სათანადო პირობების შექმნა მიმართულებით არსებული სუსტი ადგილების დაძლევისა და აღმოფხვრისთვის. საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონალური განვითარების და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იქნება. განათლების და მეცნიერების სისტემის განვითარება და სრულყოფა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენ ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას. ასევე ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობის განვითარება. რისი უპირველეს გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული აგრარული პოლიტიკა და სოფლის მეურნეობის სექტორში ფინანსური რესურსების მნიშვნელოვნად გაზრდა. მოხდება ბიზნეს გარემოს გაჯასაღება და სტიმულირება. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა ითვალისწინებს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დარღვევას ერთ გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას. სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას. სახელმწიფო პასუხს აგებს თითოეული დევნილი და ომით დაზარალებული მოქალაქის წინაშე. მის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, სოციალურ ინტეგრაციაზე, მათ საცხოვრებელ პირობებზე, დასაქმებაზე, საკუთრების დაცვასა და შინდაბრუნებაზე. სახელმწიფო იძულებით გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროების გათვალისწინებით უზრუნველყოფს დევნილთა უფლებების დაცვას იძულებით გადაადგილების მთელს პერიოდში. თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანია ინსტიტუციონალურად გამართული და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული თავდაცვის სისტემის შექმნა და ნატოსთან თავსებადი პროფესიონალი ღირსეული და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების ადეკვატური შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. შესაბამისად, განსაკუთრებული პირობითია ალიანსში გაწევრიანების ყველა წინაპირობის დაკმაყოფილება და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქმედი წვრილი შეტანა. საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლისთვის მომზადება დროში გაწერილი დეტალური სამოქმედო გეგმა და შესაბამისი ფინანსური გათვლების წარმოდგენა. შემუშავდება რეზერვის და მობილიზაციის პერსპექტიული მოდელი, ტრანსფორმაციის კონცეფცია და ძირითადი სტრუქტურების ჩამოყალიბების საშუალოვადიანი გეგმა. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში ჩართული სამხედრო ძალით, არამედ როგორც თავდაცვის ინსტიტუციონალურ განვითარებაში განსაკუთრებული პოზიტიური გამოცდილების ექსპორტიორი ქვეყანა. სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებისკენ. საქართველოს ევროკავშირის ასოციაციების შესახებ შეთანხმების თანახმად უზრუნველყოფილი იქნება თანამშრომლობა ევროკავშირთან, რათა შემუშავდეს და დაინერგოს ინკლუზიური კულტურის პოლიტიკა. მთავრობა აგრძელებს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ზრუნვას. გაგრძელდება კულტურული სივრცის მსოფლიოს კულტურულ სივრცეში ინტეგრაცია საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერის ღონისძიებებით. ასევე გაგრძელდება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურად ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებში. სახელმწიფო ხელს შეუწყობს საზოგადოების ოდნობის გაღრმავებას ეროვნული და რელიგიური უმცირესობების ღირებულებების, მათი კულტურის, მათი ისტორიის და რელიგიის მიმართულებით აგრეთვე საზოგადოებაში ტოლერანტობის დამკვიდრებას, კულტურათა შორის და რელიგიათა შორის დიალოგის და კავშირების განვითარებას და გაღრმავებას. უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები მედიის დამოუკიდებლობის
უზრუნველსაყოფად ახალმოვალში ასევე იქნება უზრუნველყოფილი საერთო მაუწყებლობის სწრაფი და უმტკივნეული გადასვლა ციფრულ პლატფორმაზე და ბოლოს ახალგაზრდობის თვითრეალიზაციის და მათი ნიჭის გამოვლენის მიზნით განხორციელება შესაბამისი კულტურული შემოქმედებითი სამეცნიერო და სპორტული ღონისძიებები. ქვეყნის ახალგაზრდობის ევროპულ სივრცესთან დაახლოების მიზნით პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელება შესაბამისი ახალგაზრდული პროგრამები. აი ასეთი გახლავთ სამთავრობო პროგრამა, მისი ძირითადი მიმართულება ეს არის ჩვენი ქვეყნის სამოქმედო გეგმა, ძლიერი დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის. მე მჯერა რომ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა საქართველოს საშუალებას მისცემს დაადგეს წინსვლის და განვითარების გზას. მე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მთავრობა გაამართლებს ამ ნდობას. ეს იქნება განახლებული გუნდი, ქმედითი მთავრობა და შეასრულებს პროგრამით გაწერილ ყველა ვალდებულებას. ჩვენ ვიშრომებთ 20 საათიან რეჟიმში, თავს არ დავზოგავთ და მივახცევთ იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენთვის საამაყო იქნება და ჩვენი ქვეყნისთვის. ძვირფას დეპუტატებო, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ ჩემს მიერ წარმოდგენილ მთავრობის პროგრამას და შემადგენლობას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი.